რატომ არის თაფლიჭამია მაჩვი ასეთი უშიშარი? ეგრეთ წოდებული თაფლიჭამია მაჩვი მსოფლიოში ყველაზე უშიშარი ცხოველია. ყოველ შემთხვევაში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით ასეა. თუმცა ამ საკითხს ცოტა თუ ჩავეზიებით, მივხვდებით, რომ მისი უშიშრობა მხოლოდ გულიდან არ მოდის და მისი გულადობა რამდენიმე თვისებიდან მომდინარეობს. თაფლიჭამია მაჩვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიძლიერე მისი კანია. ის სქელი რეზინისმაგვარი გარსითაა დაფარული, რაც მას ფაქტიურად ტრადიციული ისრებთან და შუბებთან გამკლავების გარანტიას აძლევს. მიცაც გეტყვით, ზოგი ექსპერტის აზრით, ჩვეულებრივი მაჩეტე რო აიღო რკინის და ჩაარტყა, პრინციპში არც არაფერი მოუვა. მაქსიმუმ თუ კარგად დაუმიზნებ, კანის რაღაც ნაწილი გაურღვიოს. თაფლიჭამია მაჩვს ბუნებაში მაჩეტეს არავინ არ ურყავს, სამაგიეროდ მისი კანი მაინც ძალიან პრაქტიკულია. თაფლიჭამია მაჩვის აბჯარი მხოლოდ მაგარი და სქელი არ არის. მისი კანი მჭიდროდ არაა შემოჭერილი მის კუნთებზე და საკმაოდ მოშვებულია. ეს ყველაფერი კანს მცირე მოძრაობის საშუალებას აძლევს, რაც თავისთავად დარტყმის ძალას ამცირებს. მისი ეს თვისება განსაკუთრებით ეფექტურია დიდი მტაცებლების, ჟღალებისა და კბილების წინააღმდეგ. ჩვენს თაფლიჭამიას დაცვის მექანიზმების გარდა იარაღებიც აქვს. ის შეიარაღებულია საკმაოდ გრძელი და მჭრელი კლანჭებით და ასევე საკმაოდ ძლიერი კბენა აქვს. მისი ყბები იმდენად ძლიერია, რომ საშუალებას აძლევს ხვერპლის ყველა ნაწილი შეჭამოს. თავისი ძვლებიანად. თაფლიჭამია მაჩვს უს ბაკნის შეჭმას კი შეუძლია. ამას ემატება ისიც, რომ ამ ცხოველებს შხამი დიდად არ აშინებთ. მაგალითად, გველების შემთხვევაში ისინი ან ვერ ახერხებენ თაფლიჭამია მაჩვის კანში შეღწევას, ან უბრალოდ თაფლიჭამია მაჩვს ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს ამ შხამის მიმართ. და როცა გველებზე ვსაუბრობ, უსუსურ გველებს ნამდვილად არ გულისხმობ. ჩვენ თაფლიჭამიას უმეტეს შემთხვევაში სამეფო კობრის შხამიც კი არ აშინებს. მაშინაც კი თუ სამეფო კობრა ბოლომდე გაარღვევს თაფლიჭამიას კანს, ის არ მოკვდება. უბრალოდ შეიძლება რამდენიმე საათით გაითიშოს და მერე ისევ გაიღვიძოს. რატომ აქ შხამზე იმუნიტეტი ამ ცხოველს სუსტად არაა გარკვეული. თუმცა ის ერთადერთი არაა, რომელსაც ეს თვისება აქვს. თუმცა ექსპერტების ვარაუდით ამ იმუნიტეტსაც აქვს თავისი ლიმიტი. ანუ თუ თაფლიჭამიას ორგანიზმში საკმარისი შხამი დაგროვდა, ის მაინც მოკვდება. მოკლედ ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თაფლიჭამია მაჩვს ჭკუაც არ აკლია. ის რამდენჯერმეა შემჩნეული ხელსაწყოების გამოყენებაში და მიყვება ხოლმე ჩიტებს, რომ იპოვოს თაფლი. სახელიდან გამომდინარე, მას თაფლი ძალიან უყვარს და სკებიდან ხშირად იპარავს ხოლმე. თაფლიჭამია მაჩვის კიდევ ერთი თავდაცვის მექანიზმი არის ის, რომ შეუძლია საშინელი სუნის გამოყოფა. ამ თვისებას ეს ცხოველი ძირითადად დიდ მტაცებლებთან იყენებს. მოკლედ ჩვენს თაფლიჭამია მაჩვს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მტაცებელი შეაწუხოს და მასზე ნადირობის სურვილი დაუკარგოს. იმის მიუხედავად, რომ თაფლიჭამია მაჩვი საკმაოდ პატარაა, მას შეუძლია მტაცებლისთვის ზიანის მიყენება. ამ მიზეზით მას ლომები და ლეოპარდებიც ხშირად ერიდებიან და მისი ზომის სხვა მსხვერპლზე ამჯობინებენ ნადირობას. ამ ყველაფრის მიუხედავად დაუმარცხებელი არც თაფლიჭამია მაჩვია. არის უამრავი დაფიქსირებული შემთხვევა, სადაც ან ლეოპარდმა ან ლომმა ის მოინადირა. თაფლიჭამია მაჩვი თავისი ზომისათვის ძალიან ძლიერი და მამაცია, თუმცა როგორც ამბობენ, ძალა აღმარცხნავს. ამიტომ ზომით 20 ჯერ დიდ მეტოქეს ყოველთვის ვერ დაუპირისპირდები. იმედი მაქვს ამ ვიდეოში გავიგეთ, რომ თაფლიჭამია მაჩვს იმამაცის გარდა ბევრი რამ აქვს და მისი ასეთი გაბედულობა მხოლოდ დიდი გულით არაა განპირობებული. ამით ჩვენი პატარა ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. თუ მოგიწონათ ის თქმა, რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი, ავდივართ 10,000-ზე და ამასთან დაკავშირებით რაღაცა კარგი ვიდეოებიც დაიდება. მოკლედ ამ ვიდეოს მიზანი პირდაპირ გითხრათ იყო, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე არ დამიდია სტაბილურად ვიდეოები და უბრალოდ რო არ დაგავიწყდეთ. შემდეგი ვიდეო დაიდება რაც შეიძლება მალე და იქნება ძველი ეგვიპტეზე. მომავალ შეხვედრამდე. სანამ ვიდეოს დავამთავრებ, მინდა შეახსენოთ, რომ აღწერაში არის ქისაჯის ლინკი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად ასევე უსაფრთხოდ დაეხმაროთ არხს და თან მიაწეროთ კომენტარი თქვენს დონაციას. თუ ამ კომენტარში იქნება კითხვა, მას შემდეგ ვიდეოში დეტალურად უპასუხებ.